სახელითა მამისათა, დაჯისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირისათვის. ყველას მოგილოცავთ მირქმის იგივე მიგებების საუფლო დღესასწაულს და გისურვებთ, რომ აი დღევანდელი დღის შინაარსი რაც არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა, ჩვენ შორისაც მომხდარ იყოს ეს შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რამ, რომ ესე იგი ადამიანი ძირითადად კვირაში ერთი დღე თუ ორი დღე ახერხებს, რომ წირვა-ლოცვას დაესწროს და აი თითოეულ წირვას უნდა ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდოს და რატომ? იმიტომ რომ იქნება ახლა ის დრო, როცა ღმერთს უნდა შეხვდე. აი თითოეულ ლოცვას, რასაც იქ მოისმენს, თითოეულ წინადადებას სახარებიდან, თუნდაც სახლში ლოცვის დროს, აი ჩვენ სამწუხაროდ მივაჩვიეთ ჩვენი თავი, რომ დილის ლოცვა იქნება თუ ძილადმისვლის ლოცვა თუ სხვა, რაღაცნაირად აი თითქოს ვალი უნდა მოვიხადოთ და ამიტომ უნდა შევასრულოთ ეს კანონი, მაგრამ სხვაგვარად რომ შეხედა, რომ დავუშვათ აი მარჩი ლოცვას და დახურე წიგნი და რომ ვკითხო ადამიანმა საკუთარ თავს, თუ მოხდა ჩემი და ღმერთის შეხვედრა აი ამ ლოცვის დროს და აღმოაჩინე, რომ ხშირად არ მოხდა, იმიტომ რომ სულაც არ ყოფილა მიზანი ჩვენი და ღმერთის შეხვედრისა, როდესაც ჩვენ ამ ლოცვას ვიწყებდით, სულაც არ გვიძებნია ღმერთთან შეხვედრა და ამიტომაც არ მოხდა. ამიტომაც აი ყოველი წირვა, ყოველი წარმოთქმული ლოცვა ჩვენ თუ დავაკვირდებით, რომ ესე იგი სიფრთხილით და ყურადღებით და როგორც წმინდა მამა მიბრძანებენ, ჩვენი გონება აი ამ ლოცვის სიტყვებში უნდა იყოს მოქცეული. თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ესე წარმოვთქვათ, იქ მოხდება ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა და ადამიანის გული გათბება. და რამდენჯერ ყოფილა ესე იგი, აი როგორც ტყვია ამფქვევი, რომ ისვრის ტყვიებს, ჩვენ ასე ვისვრით ლოცვის სიტყვებს, ოღონდაც მალე ჩავამთავროთ ესე იგი და ამ შემთხვევაში შეუძლებელიც არის, რომ ეს მოხდეს. მე თქვენ იცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ასეთი წესი იყო ჯულის მიერ გათვალისწინებული და დღესაც არის, თუ პარალელს გავაკეთებთ, რომ 40 დღისა უნდა მიეყვანათ ბავშვი ტაძარში და შეეწირათ, თუ მდიდარი იყო სხვა რამ, თუ ღარიბი იყო, როგორც ქალწული მარიამი და მართალი იოსები მტრედის ორი მართვე შესწირეს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ ამაზე გუშინაც ვისაუბრეთ, მიცვალებულთა პანაშვიდი რო იყო, რომ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთი იწირავს გულის სიუხვის მიხედვით და არა მატერიალური სიუხვის მიხედვით. სადაც ქვრივის ორი ლეპტა შეიწირა, სადაც სარეფთელი დედაკაცის მიერ გამომცხარი ერთი ჭადი შეიწირა, თუ რაღაცა წყალი რომ დაალევინა, ისე ღმერთი ყველასას შეიწირავს, თავარია ეს გულით იყოს გაკეთებული და არა მატერიალური სიუხვით. და იქ დახვდათ მოხუცებული მართალი სვიმეონი, რომელსაც როგორც სახარება გვაუწყებს, სული წმინდის მიერ ჰქონდა აღთქმული, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე ღვთისმშობელს არ იხილავდა, ანუ განკაცებულ ღმერთს, ხსნას არ იხილავდა თავისი თვალებით, რადგან ის დაეჭდა, როდესაც ნახა წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას წიგნი, სადაც ეწერა, რომ აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდია სახელი ემანუელი, ანუ ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ იცით, რომ ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა არსებობდა, რომლის საღვთო წიგნებით შევსებაც მოიწადინა პტოლემეოს მეფემ, პტოლემეოს ფილადელფოსმა, ეგვიპტის მეფემ და საამისოდ ისრაელიდან მან გამოითხოვა სწავლული ადამიანები, ვინც იცოდა ბერძნული და ებრაული ენები და ამავე დროს გაწაფული იყო საღვთო ჟულის წიგნების ცოდნაში, ესე იგი და
ისრაელის 12 ტომი არსებობს და ასეთი ცნობა არის, რომ თითოეული ტომიდან 6-6 სწავლული ჩამოიყვანა და სულ 72 და მათ შორის იყო ერთ-ერთი ეს სვიმეონი, რომელსაც ხვდა წილად ესაიას წინასწარმეტყველების თარგმნა და სწორედ იქ ხდება, როდესაც ის დაიწყდა და ფიქრობდა, რომ შეუძლებელია ქალწულისაგან იშვას, ადამიანი საერთოდ ქალწულისაგან იშვას. ცდილობდა, რომ ამოეფრიკა ის ნაწერი და შეეცვალა. და ანგელოზმა გაუჩერა ხელი და უთხრა, რომ სანამ შენი თვალით არ იხილავ ცხებულს, განკაცებულ ღმერთს, იქამდე შენ არ გარდაიცვლებიო და სხვადასხვა ცნობა არსებობს სხვადასხვის, მაგრამ ყველა ცნობა იმაზე თანხმდება, რომ ეს 200 წელს გადაცილებული ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, როდესაც მან იხილა ჩვილი იესო 40 დღისა, რომელიც ტაძარში მიიყვანეს, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ად განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებ შენისა მშვიდობით. ან ახლა განმიტევეო შენი სიტყვისამებრო, რომელიც საუკუნის წინ მოისმინა, ესე იგი ანგელოზისაგან. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება ის შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამოვწინება წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. აქ წინასწარმეტყველებაც არის და სხვადასხვის შემდგომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუბრუნდა და ეუბნება, რომ ესო დგასო, ანუ იესო ქრისტეს ამბობს, მრავალთა დაცემად და მრავალთა აღდგინებად. ანუ მრავალი დაეცემა, ანუ სულს წარიწმეს და მრავალი სულს გადაისცეს. და შემდეგ ეტყვის, თვით შენ სულშიც გაივლის მახვილია, რათა განცხადდეს მრავალთა გულის ზრახვაო. ანუ ნახეთ, როგორ დაახასიათა ძალიან, ახლა დედები კიდევ უფრო მეტად გაიგებენ ალბათ ამას, რომ თვით შენ სულში გაივლის მახვილი ნიშნავს, რომ ისე გეტკინება სული, რომ mahvilma რო გაიაროს, ესე დაახასიათა, როდესაც იხილავდა ჯვარცმოს თავის ძეს. და ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ რაღაცა წუწუნებთან ამა თუ იმ რაღაცის გამო, რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რომ მოითმინა რაღაცა, ისეთი ვინ მოითმინა, ხო ბერმა მოითმინა ისეთი. ამიტომაც აი ქრისტიანობა არ არის გზა, რომელიც ყოველდღიურად სიხარულით იქნება აღსავსე. ხორციელი სიხარულით, თორე შეიძლება იმ განსაცდელების დროს სულში სიმშვიდე და სიხარული კიდევაც იყოს. არამედ განსაცდელები შეხვდება თითოეულ ადამიანს და არც ერთი წმინდანი არ იყო განსაცდელების გარეშე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, არა მარტო მირქმის დღესასწაული, არამედ ეს არის საშინელი სამსჯავროს ხსენება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვენიცით, რომ მაცხოვარი როდესაც დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, თითოეული ადამიანი მის წინაშე წარდგება და მე მინდა ერთი პატარა მონაკვეთი ამოგიკითხოთ გუშინ. ჩემი ყურადღება ძალიან მიიქცია ამ საკითხავმა და მინდა რომ თქვენთან ერთად წავიკითხო. ჰოიმე შიში იყოს და ჟამი და დღე იგი საშინელი. რაზამის დაждდეს საჯული საღდართა მათ საშინელთან. მაშინ უკვე წიგნი განეხვნენ და საქმენი გამოსცხადნენ და დაფარული საქმენი ღაღადებდნენ წინაშე თვალუხოვისამ საჯულის. ესე იგი თითოეული ადამიანის საქმენი განცხადება ღვთის წინაშე. არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ადამიანების წინაშე, თორე ღვთის წინაშე დღესაც ცხადია თითოეული დაფარული საქმედან. საქმე მოციქულთაში ასეთი რამ წერია ეპისტოლეებში უბრალოდ ახლა ზოგი აშენებს თივითონ, ზოგი აშენებს ხით, ზოგი სპილენძით, ზოგი ოქროთი და ამ ყველაფერს ცეცხლი გამოცდის. აი, რომ წარმოვიდგინოთ ახლა ეს სიტყვაზე, ხალხი ააშენა ვიღაცამ თუ სახლი თუ სასახლე ააშენა. გარეგნულად ყველა ერთნაირია. და ყველას გონია, რომ აი რა კარგია. ოქროთი აშენებულიც ისევე გამოიყურება, როგორც
თივით აშენებული და მაგრამ ამ ყველაფერს ცეცხლი გამოცდის და ზოგის საქმე დაიწვებაო და ზოგისა დარჩებაო და ზოგი გადარჩება თითქოს ცეცხლისაგან გამოტაცებული იყოს. ისე რომ იქაც ბრძოლა საჭირო რომ გადარჩე ისე როგორც ცეცხლისაგან გამოტაცებული. მაგრამ დღეს თუ ადამიანი რაღაცას მრუდეთ აკეთებს და დღეს ეს დაფარულია, ეს არ დაიფარება საბოლოო ჯამში. უფალი ამბობს, არა არის დაფარული, რომელი არა გაცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამიტომაც ის რის გამოც შეიძლება ადამიანი იქ შეცხვეს. აქვე აქვს მას შესაძლებლობა აღსარების თქმის, სინანულის და თუ აქ შერცხება და აქ არ შეინანებს და არ იტყვის, მაშინ მოუწევს რომ იქ მარადიულად სიცხვილი იგემოს. და უფალი როდესაც დაждდება თავისი დიდების ტახტზე დღევანდელი სახარება გამცნობს, ადამიანებს განარჩევს ერთმანეთისაგან ზოგს მარჯვნივ დააყენებს როგორც მწყემსი ცხრებსო და ზოგს მარცხნივ როგორც თხებს დააყენებს მწყემსი და ეტყვის მარჯვენით ყოფებს. მოვედით ჩემდა კურთხეულნო მამისა ჩემისანი და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული დასაბამი თქვენთვის გამზადებული სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა. ანუ ეს გამზადებულია ადამიანისათვის. რადგან მშიოდა და მაჭამეთო, წყურვალი ვიყავი და დამალევინეთ, შიშველი შემოსეთ, უცხო შემიწნარეთ, საპყრობილეში მინახულეთ, საავადმყოფოში მინახულეთ, როდის გიხილეთ უფალო ასეთ მდგომარეობაში და არ გემსახურეთო. და უფალი ეტყვის, რომ რაც გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს, ის მე გამიკეთეთ. პატერიკებში არის ერთი ასეთი ცნობილი ამბავი. იყო ერთ-ერთი ბერი, რომელსაც მარტირი ერქვა. მოწყალე კაცი იყო. მოძღვარი სხვა მონასტერში ყავდა, იქ დადიოდა ხოლმე საზიარებლად. ერთხელაც, როდესაც მიდის მონასტერში, გზაში დავდომილს დაინახავს დაწყვულებულ ადამიანს. გაიხდის მანტიას, ზედ დააწვენს და ზურგზე მოიკიდებს და მიჰყავს მონასტრისკენ. ეს მოძღვარი, მარტირის მოძღვარი, სულიერი კაცი იყო და დაეხსნა ღვთისაგან ეს და ეუწყა, რომ მარტირი მოდის და თავისი მხრებით მაცხოვარს მოაბრძანებს. და მანაც გააფრთხილა ძმები, არ იქა გახსენით ჭიშკარი, მაცხოვარი მობრძანდება. და მანამდე მივიდა მარტირი, უნდა გააღოს კარები, ძირს დააწვინა ეს მანტიაში გახვეული დაწყვულებული ადამიანი, კარები უნდა გააღოს, შემოტრიალდა და ვერავინ ვერ დაინახა. და იხილა ზეცად ამაღლებული უფალი, რომელმაც უთხრა, რომ მარტირი შენ, ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მარტირი შენ არ უგულებელ მყავი მიწაზე და მე არ უგულებელ მყავ ზეცაში. შენ აქ შემიწნარეო და მე კი შენ მარადიულად შეგიწნარებ. აი რა და მოდესაც მოძღვარი ნახა, მოძღვარს ეუბნება, მე რომ ცოდნოდაო ვინ იყო ისო, მე თვითონ ჩაუვარდებოდი ფეხებშიო და შეწყალებას ვითხოვდი. წარმოიდგინეთ აი. და ეს ახლა ყველა შემთხვევაში ესე არ გამოგვეცხადება ჩვენ. მაგრამ აი ასეთი მაგალითებით ჩვენ უფალი გვეუბნება, სხვათა შორის სხვა ასეთი მაგალითიც იყო, აი მარცხენით ყოფილს ეუბნება, რომ თქვენ წადითო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში, ეს ადამიანისთვის არ არის ეს სატანჯველი. ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში, რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ, წყურვალი არ დამარწყულეთ, უცხო არ შემიწნარეთ, შიშველი არ შემოსეთ, საპყრობილეში, საავადმყოფოში არ მინახულეთ. როდის გიხილეთ უფალო შენ ასეთ მდგომარეობაში და არ გემსახურეთ? უფალი ეტყვის, რაც არ გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს, ის მე არ გამიკეთეთ. ერთ-ერთ მონასტერში ერთი ძალიან სულიერი ადამიანი მოღვაწეობდა, წინამძღვარი იყო და ღმერთს ევედრებოდა თავისი ბერების ცხოვრებას, ახლა ცხონებას, ისევე როგორც აი მშობელი რომ წუხს თავის შვილებზე და შვილების ცხონებისათვის უფალს ევედრება, რომ არადიულ სიხარულში იყვნენ, არა, ისე მონასტრის წინამძღვარი თავისი შვილებისთვის, ანუ თავისი საძმოსთვის, ბერებისთვის ევედრებოდა უფალს, რომ ეცხონებინა ისინი.
ერთ-ერთ დღესასწაულზე ამ წინამძღვარმა სხვა მონასტრის დღესასწაულია და გაგზავნა ბერები წინ. თვითონ შემდგომ და მისულიყო და ბერები მიდიან და დაინახეს ძის დაგდებული ავადმყოფი ადამიანი და რომელიც შეწყალებას ითხოვდა და იმ მონასტრისკენ წაყვანას და მათ უთხრეს, რომ ჩვენო გვეჩქარებაო, დღესასწაულიაო და დღესასწაულზე გვაგვიანდებაო. წირვა იყო როგორც ჩანს. და გაიარეს, არ წაიყვანეს და შემდგომ მოვიდა ეს წინამძღვარი და მანაც როგორც მარტირი მოიხსნა მანტია, დააწინა, ზურგზე შეისვა და მიჰყავს. და ხვდება, რომ ნელ-ნელა მსუბუქდება ის, რაც ზურგზე აქვს მოკიდებული და ისიც მაცხოვარი იყო და მაცხოვარმა უთხრა, რომ აიო ნახეო, შენ მევედრებიო შენი ბერების ცხონებას, მაგრამ ისინი არ არიან ისეთები, როგორიც შენ ხარ. ნახეთ, აი აქ რა არის და როდესაც მაცხოვარი ეუბნება იგავიდან 10 ქალწული, როდესაც 5 სულელი ქალწული მიადგება კარიბჭეს, ანუ იგაურად ეს ნიშნავს, რომ მათ მოწყალების საქმეები არ ქონდათ. მოფალი რას ეტყვის, გახსოვთ, არ გიცნობთ თქვენ. ანუ მოწყალების კი, შეიძლება როგორც ის ბერები, ეს ქალწულები სახარებისეული სიწმინდით ცხოვრობენ, ქალწულები ცხოვრობენ და წმინდა ივანე ოქროპირი აქ ყურადღებას აქცევს და შენიშნავს და ამბობს, რომ ესე იგი, რატო არ გამოიყვანა სხვა ადამიანები, არამედ ქალწულები მოიყვანა. ქალწულები შეადარა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ თუ მოწყალება არა აქვს, თუნდაც რომ ქალწული იყვანო, სიწმინდით ცხოვრობდა, ვერ გადარჩები. ამიტომაც ქალწულებზე თქვა მაცხოვარმა ეს იგავი. ესენიც ბერები იყვნენ, განმარტოებით ცხოვრობდნენ, მაგრამ აი ეს მოწყალების საქმეები არ ქონდათ. დაუფალი ეტყვის, რომ არ გიცნობთ თქვენ განმეშორებით მოქმედნო ურჯულოებისანო. ესე იგი, იმისათვის რომ მაცხოვარმა იცნოს ადამიანი, ყველაზე მეტად უფალს ადამიანი თავისი მოწყალებით მიემსგავსება. სახარებაში არის ასეთი სიტყვები. იყვენით მოწყალენი ვითარცა მამაი ჩემი ზეცათაი მოწყალე არსო. აი ეს არის დასახული მიზანი და გზაც ეს არის, რომ ადამიანი მიემსგავსოს და ჩვენ როდესაც იოლად ჩაუვლით გვერდს, ესე იგი გაჭირებულს, გავიგებთ, რომ ვიღაცას უჭირს და ჩვენ უგულებელყოფთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ მაცხოვარს ვაქციეთ ზურგი. თუმცა მეორე რამეც არის ნათქვამი. პირველი საუკუნის საეკლესიო ძეგლია დიდაქე ჰქვია, მოძღვრება 12 მოციქულისა. იქ არის ასეთი სიტყვები. შენმა მოწყალებამ ოფლი გამოიღოს შენს ხელში, ვიდრე გასცემდე. რას ნიშნავს, რომ უნდა დაფიქრდე, ვის აძლევ და რისთვის აძლევ. უნდა იცოდე რისთვის აძლევ. ახლა თუ აძლევ იმისათვის, რომ როგორც ძაღლი რო გიყებს და პური გადაუგდო და მოიშორო, ოღონდაც ამაყეფა შეწყვიტოს. ეგ არ არის ბოლომდე გამართლებული. იმიტომ რომ შეიძლება შენ მისცე, მაგრამ იმ მიცემულმა უფრო დიდი უბედურება გამოიწვიოს. შენ შეიძლება თქვა, რომ აი, მოდი ცოდვა წავიდეს ის და უშოთ, ან რაღაცა სასმელი იყიდოს რაღაცა. ის კი გაიხარებს იმ წუთში, მაგრამ მისი ოჯახის წევრები დამწუხდნენ შეიძლება. ამიტომ იმასაც გამოკვლევა უნდა, ვის აძლევ და რისთვის აძლევ. მაგრამ მეორე მხრივ ეს გაცემაც გევალება, ანუ უნდა შეწუხდე. ოფლი გამოიღოს ნიშნავს იმას, რომ კი არ თქვა, რომ ამას ეთყობა ცუდი საქმისთვის უნდა და გაანებო თავი. არც ითქვა, რომ მოდი მივცემ და გამანებოს თავი. ეგ ორივე ადვილია. უარის თქვაც ადვილია და რომ მისცე და გაგანებოს თავი ეგეც. მაგრამ აი ოფლი რომ გამოიღოს შენს ხელში ნიშნავს, რომ შეწუხდე, გამოიკვლიო, ვინ არის, რისთვის უნდა. იქნებ უფრო მეტი შეგიძლია რომ დაეხმარო, სხვაგვარად დაეხმარო. ისე რომ არ თვითონ არ დაზიანდეს და თან შენ მოწყალებაც გააკეთო. მაგრამ ამას დრო ჭირდება და ამას ჭირდება, რომ დაშვრე, ცოტა იწვალო შენს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ოფლი გამოიღოს შენს ხელში და ესე მისცე. და ჩვენ რომ ესე იგი ღვთის წინაშე წავდგებით, არც ერთი სიკეთე თუ არც ერთი ცოდვა არ იქნება დაფარული. ამიტომ
ცოდის ჩადენის გზაზეც უნდა გვახსოვდეს ეს, რომ ღვთის წინაშე გაცხადდება და სიკეთის ქმნის დროსაც უნდა გვახსოვდეს. ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც ვერ ხედავენ ამ სიკეთეს და რა აზრი აქვს. ის ვერ ხედავს, მაგრამ აი ღვთის წინაშე ყველა ავადმყოფის მონახულება თუ პატიმრის თუ უცხო ადამიანი შეიძლება დღეს რომ ნახე და საერთოდ ვეღარ ნახო ცხოვრებაში და იმას გაუმართო ხელი. აი იმის ის შეინახება ყველაფერი ღვთის წინაშე და გამოჩნდება და გაცხადდება. ამიტომ ერთი მხრივ შიშვი რომ უგზურგი არ ვაქციოთ და მეორე მხრივ სიხარული თუნდაც ვერავინ დაინახოს, მაგრამ ეს ჩაიწერება იქ და როგორც წერია რომ განეხნება წიგნი, გადაიშლება წიგნი და ყველა დაფარული საქმე გამოცხადდება. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოდნენ. შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი. ჩვენთანაც ღმერთი.